წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე 2023 წელს ანი გეგეშიძემ თანამედროვე კლინიკა აკადემიედი დააფუძნა, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული მიღწევა, არამედ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი მთლიანად ქართულ მედიცინაში ამ მოცემულობას ისიც ამყარებს, რომ აკადემიედი თურქეთის წამყვანი აჯიბადემის კლინიკების ქსელის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც ქართველ პაციენტებს აძლევს წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამედიცინო მომსახურებასთან. ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს აეროპორტის ტრანსფერითა და განთავსებით დაწყებული ექიმებთან ვიზიტით, დაგეგმვითა და სამედიცინო მენეჯმენტით დასრულებული პაციენტებისთვის ყველა საორგანიზაციო საკითხი მთლიანად კონცენტრირებულია, ისე რომ მას მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე საზრუნავი დარჩეს. რა მიმართულებებს აერთიანებს აკადემიედი და რას თავაზობს კლინიკა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პაციენტებს უფრო მეც მისი დამფუძნებელი ანი გეგეშიძე მოგვიყვება, რომელიც ახლა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ანი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და სანამ აკადემიედის ამბებს მოვიკითხავდეთ და იმ საპარტნიორო კავშირებს, რომელიც ასეთ არ ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მასშტაბურ ყოველ შემთხვევაში თურქეთის მაგალითზე ნამდვილად ასია, ხო? აჯიბადემი უკვე თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყოლებს, როდესაც ამ სახელს იღებ. ამ პარტნიორობას ცოტა მოგვიანებით, მანამდე მინდა რომ თქვენი გზა მედიცინაში, რომელიც მათ შორის თურქეთთანაც მჭიდრო კავშირებს აბამს, ხო, როგორ იწყება და ეს რა გამოცდილება დაგიგროვდათ, სანამ უშუალოდ ბიზნესად აქცევდით ამ ყველაფერს და თქვენი გექნებოდათ კლინიკის, ასე ვთქვათ, მაგალითზე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს ტელევიზიაში მოწვევისთვის. ჩემი გზა მედიცინაში უკავშირდება თურქეთს, რა თქმა უნდა, რადგან განათლება მივიღე იქ, დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდგომ უკვე სალიცენზიო პროგრამა და სხვა კლინიკაში არასოდეს არ მიმუშავია. ჩემი პირველი ნაბიჯები როცა დაიწყო როგორც სტაჟიორი, იმ დღიდან მოყოლებული ყველა ეტაპი გავიარე აჯიბადემის კლინიკაში. ამიტომ ჩემთვის აჯიბადემი არ არის მხოლოდ სამსახური და რაღაც პარტნიორობა და არ არის ეს ყველაფერი მხოლოდ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული, ჩემთვის არის ასე ვთქვათ მეორე სახლი, ძალიან კარგად გრძნობ იქ, ჩემთვის ძალიან შინაურული გარემოა და ჩემს განვითარებაში და იმ გზაზე, რაც მე გავიარე მედიცინის სფეროში, ძალიან დიდი წვლილი უჭირავს აჯიბადემს, მის კლინიკას და ყველა იქ მომუშავე ექიმს. რა მიმართულებით მოხდა, ასე ვთქვათ, ცოდნის მიღება და რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად, რომ უკვე შემდეგ გზა გაგეკვალათ ამ მიმართულებით, რასაც უკვე აკადემიედის სახელით ხვდებით დღეს ქართულ ბაზარზე. ჩემი მიმართულება არის სპეციალობით ვარ ნეირორეაბილიტოლოგი. აჯიბადემის კლინიკაში ვმუშაობ კონკრეტულად რამოდენიმე ქირურგთან, რომლებისთვისაც მათი პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას ვგეგმავ მე. შემდგომ უკვე საქართველოში, როდესაც გადავწყვიტეთ აკადემიედის გახსნა, ყოველთვის მქონდა ეს რაღაცა ოცნება თუ მიზანი რა დავარქვათ, არ ვიცი, ალბათ უფრო მიზანი, რომ რაღაც ეტაპზე საქართველოში გამომეყენებინა ეს ჩემი კონტაქტები, მიღებული ცოდნა და გამეხსნა აქ ქართველი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი, სადაც გაივლიდნენ სრულყოფილ რეაბილიტაციას, იქნებოდა ეს უმაღლესი სტანდარტებზე დაფუძნებული და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს ყველაფერი უკვე ქართველი პაციენტებისთვის შესაძლებელია. ანენო, მინდა რომ უკვე გადმოვიდეთ იმ საპარტნიორო კავშირების დამყარებაზე, საფუძველი საიდან ეყრება ამ ყველაფერს, მათ შორის, როდესაც თქვენ სწავლობდით თურქეთში, იქ გაჩნდა რაღაცა, ასე ვთქვათ, პირველი ნიშნები, რომ რაღაც შემდეგ ამას უკვე, ასე ვთქვათ, დიდი კონსტრუქცია დაშენებულიყო, თუ ასე ვთქვათ, უკვე როდესაც დაბრუნდით საქართველოში, შემდეგ რაღაცნაირად ეს გაღრმავდა უფრო ეს ურთიერთობები. თან მით უმეტეს ხაზგასასმელია, რომ ისეთ კლინიკაზე გვაქვს საუბარი, რომელიც თავისი მასშტაბით რეპუტაციით არის გამორჩეული და შესაბამისად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იქნებოდა, ხო, მათთან დაწყება და შემდეგ განვითარება ამ ურთიერთობის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არ ყოფილა მე რეალურად საქართველოში დავბრუნდი, იმიტომ რომ აკადემიედი გაგვეხსნა. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩემი თუნდაც ნახევარ განაკვეთზე საქართველოში დაბრუნების, რადგან ისევ ვაგრძელებ მუშაობას აჯიბადემის კლინიკაში და თქვათ ორი კვირა აქ ვარ, ორი კვირა იქ და ჩემი რეჟიმი არის ყოველთვის ესე ორ ქვეყანას შორის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივი იყო ჩემთვის მათი ნდობა აჯიბადემის ექიმების, რომლებიც თანადამფუძნებლობაზე დამთანხმდნენ და ჩვენთან ესეთი
უკვე ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა, რომ ჩვენ ვართ აჯიბადემის კლინიკების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა როგორც აჯიბადემის მიმართ, ასევე ყველა იმ ქართველი პაციენტის მიმართ, ვინც ჩვენი საშუალებით ხვდება აჯიბადემის კლინიკაში უკვე თურქეთში, რადგან აქ არის ძალიან დიდ ნდობაზე საუბარი, პაციენტი მისთვის ყველაზე რთულ მომენტში გენდობა და თulis რომ შენ უნდა იყო გზამკვლევი ამ ბავში, ამ დიაგნოზის განკურნება იქნება ეს თუ უბრალოდ კვლევები, ამიტომ აი მართლა რაღაცა პირად გამოცდილებას გეუბნებით, რომ სანამ ყველა პაციენტი არ ვიცი რომ არის დაბინავებული, არის ყველა პასუხი მიღებული და ყველა პაციენტს გაეწია სათანადო მომსახურება, მანამდე ყოველთვის ჩართულები ვართ და თავიდან ბოლომდე მთლიან პასუხისმგებლობას ვცდილობთ რომ არ დავტოვოთ მხოლოდ პაციენტს და ექიმს შორის და ჩვენც ამ პროცესში მთლიანად ჩავერთოთ. მოდი აკადემმედის საქმიანობასაც და მის პორტფელსაც გადავხედოთ. მიღმა სამედიცინო სერვისებისა და იმ მომსახურებისა, რასაც უწევთ უკვე აჯიბადემის კლინიკასთან დაკავშირების თვალსაზრისით, ასევე სთავაზობთ საორგანიზაციო სამენეჯმენტო საკითხებსაც, ხო? ეს როგორ ხდება ამ ყველაფრის კორელაცია და პაციენტმა რა უნდა იცოდეს, რას მიიღებს აკადემმედისგან? აკადემმედი თბილისში ფუნქციონირებს როგორც რეაბილიტაციის ცენტრი. არის სრული სპექტრი რეაბილიტაციის. მათ შორის შემიძლია ვთქვა, რომ ვართ ინოვატორები რამოდენიმე მიმართულებით. ჩემი გამოცდილება, რაც იქ მქონდა კონკრეტულად ონკოქირურგებთან მუშაობის დროს, ვცდილობდი რომ დამენერგა აქ და გარდა იმ რეაბილიტაციის კურსებისა, რომელიც საქართველოში უკვე ცნობილი იყო, თქვა ტრავმატოლოგიური რეაბილიტაცია, იქნებოდა ეს თუ აი ხერხემლის, ორთოპედიული, ნეიროქირურგიული და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს დავამატეთ კიდევ ონკოპაციენტების რეაბილიტაცია, რაც თვლი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, რადგან ონკოპაციენტებს იმ მძიმე მკურნალობის პერიოდში აუცილებლად ჭირდებათ რეაბილიტოლოგის ჩართულობა. აკადემიებში ასევე ფუნქციონირებს სკოლიოზის ცენტრი. აღჭურვილი არის უმაღლესი ხარისხის ბაზარზე ყველაზე ახალი ტექნოლოგიებით, რომელიც არის ამერიკული და არის ფიზიოთერაპიაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია, არის სრული სპექტრი ფიზიოთერაპიის, ასევე გვაქვს დარბაზი, არის მანუალური ცენტრი, ვმუშაობთ ლიმფოსტაზებზე, მოკლედ, რაც კი რამე რეაბილიტაციაში შეიძლება ადამიანმა მოიაზროს, ყველაფერი არის წარმოდგენილი აკადემმედში. და ამის მიღმა უკვე ვისაც სურს რომ ასე ვთქვათ აჯიბადემის კლინიკაში რეაბილიტაციის მიღმა, რაც არის თუნდაც ანალიზებიდან დაწყებული მკურნალობით გაგრძელებული გაიაროს აჯიბადემის კლინიკაში. თქვენ რას უზრუნველყოფთ, როდესაც თქვენს კარს შემოაყებს პაციენტი? მოგახსენებთ, გარდა რეაბილიტაციის აჯიბადემს აქვს აკადემიების ბოდიში აქვს მეორე მიმართულება, რომელიც არის უკვე ჩვენი ხელშეკრულება და ოფიციალური წარმომადგენლობა აჯიბადემის კლინიკებთან დაკავშირებით. რაც მოიცავს იმას, რომ თუ პაციენტს სურს მისი კვლევების გადაგზავნა თურქეთში მკურნალობა, მეორე აზრის მოსმენა. ამ შემთხვევაში პაციენტი მოდის ჩვენთან, მოაქვს მის ხელთ არსებული ყველანაირი კვლევა, ჩვენ უკვე დაწყებული ამ კვლევების თარგმანი, გადაგზავნა, ამ ყველაფერს უზრუნველყოფთ ჩვენ, როდესაც უკვე მოდის რეკომენდაცია აჯიბადემიდან, რომ კონკრეტული ექიმის კონსილიუმიდან, როდესაც მოდის რეკომენდაცია პაციენტის მიმართ, შემდგომ უკვე იგეგმება პაციენტის სურვილის სამად, რა თქმა უნდა, იგეგმება პაციენტის თურქეთში სამკურნალოდ იქნება თუ კვლევებზე წასვლა და ჩვენ ამ შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე პაციენტის განთავსებას თარჯიმანს კლინიკაში და სრულ სამედიცინო მენეჯმენტს, რომელიც პაციენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ არაფერ საორგანიზაციოზე მან აღარ ინერვიულოს და მხოლოდ ის იამოვნოს ამ პროცესით, რამდენადაც შესაძლებელია. ნებისმიერი საჭიროების, ხო, ეს არ არის რაღაცა საჭიროების. ასე ვთქვათ, არ გამოიყოფა სიმძიმის რაღაცა სხვადასხვა დიაგნოზის. ასევე აჯიბადემს აქვს იმის სერვისი, აი რადგან სიმძიმე ახსენეთ, რომ რეანომობილი თვითმფრინავიცაც კი გქონია რამოდენიმე შემთხვევა, რომ ასეთი მომსახურება გავუწიეთ პაციენტს და დაინტუბირებული პაციენტი რეანომობილი თვითმფრინავით მოხდა მისი გადაყვანა. ასევე არის ჩეკაპი, რასაც
ზოგადი გამოკვლევები ქვია აქედან დაწყებული, აი 10 სიმძიმის პაციენტებამდე ყველანაირ პაციენტს შეგვიძლია რომ გავუწიოთ დახმარება. მოდი 2 წლიანი ოპერირებად შევაჯამოთ ამასობაში 2023-დან აიღო აკადემიამ სტარტი და ორივე მიმართულებას მინდა რომ შევეხოთ მათ შორის რიცხვებში როგორ გამოიხატება ეს შედეგები, რამდენად მზარდია ინტერესი, მოთხოვნა და თავად ასე ვთქვათ ბაზარზეც ასე ვთქვათ რა ნიშა დაიკავა კლინიკა. მზარდი რა თქმა უნდა არის ყოველთვის მგონია რომ ყველაზე კარგი რეკლამა სამედიცინო სფეროში არის კმაყოფილი პაციენტი. სწორედ ამიტომ თქვენ ხშირად ვერ ნახავთ აკადემიების რეკლამებს, რადგან ვთვლი რომ ყველაზე დიდ რეკლამას გვიწევს სწორედ ის პაციენტები, ვინც ჩვენი კლინიკიდან მიდიან კმაყოფილები. ცნობიერება ვთვლი რომ ამაღლდა საქართველოში თუნდაც რეაბილიტაციის კუთხით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამაში რაღაც წვლილი ჩვენ შევიტანეთ, რადგან მე როგორც რეაბილიტოლოგს ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს დარგი იყოს ევროპულ დონეზე აყვანილი და იყოს ძალიან თანამედროვე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა უკვე თანამშრომლობთ რამოდენიმე კერძო დაზღვევის კომპანიასთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები და ამ დაზღვევის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ძალიან ისეთი დიდი რაოდენობით ფასდაკლება მიიღონ აკადემიაში რეაბილიტაციის კურსის გავლის შემთხვევაში. გარდა ამისა, არ წყდება ნაკადი იმ პაციენტების, ვისაც სურს თურქეთში მკურნალობის ჩატარება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა პაციენტს გადავუხადო ნდობისთვის, იმიტომ რომ დამიჯერეთ ექიმისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როდესაც პაციენტი გენდობა და მიდის კმაყოფილი. და არანაკლებ რთულია ამ ნდობის შენარჩუნება და შემდეგ განვითარება. რა თქმა უნდა. და ამ ხრივაც გისურვებთ წარმატებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო მასშტაბზე და აი თურქეთის კლინიკის შემთხვევაში ზოგადად რაღაცა ადგილობრივ ბაზარს თუნდაც ევროპულ ბაზარსაც რომ შევატაროთ და ზოგადად რაღაცა ერთიან კონტექსტში აღვიქვათ, რა ფინანსურ რესურს მოითხოვს დაახლოებით, რამდენად ძვირად ღირებულია ეს, იმიტომ რომ ბევრი ასრთა სხვადასხვაობა ისმის ამ თემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას ესე ვთქვათ ტოპ 3 კითხვა რო ავიღოთ საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ფინანსები აუცილებლად იქნება ერთ-ერთი და ყველაზე აქტუალური და რეალურად სად არის მითი სად არის რეალობა იმ ხარჯების ნაწილში? როდესაც ფინანსებზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო აკადემიები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პაციენტს შორიდან შეიძლება გონია რომ რადგან ჩვენ ვართ აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენელი კლინიკა საქართველოში, ჩვენი ფასებიც არის აჯიბადემის შესაბამისი. ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი რეაბილიტაციის ცენტრის ფასები არის სრულიად მორგებული ქართულ ბაზარზე. ხოლო რაც შეეხება თურქეთში მკურნალობას, რა თქმა უნდა, ფასები არის საქართველოსთან შედარებით. ისეთ რა არის, ესაც ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტი ვიდრე საქართველოში, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც უტოლდება საქართველოს ფასებს და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი განსხვავება არის ევროპულ, ამერიკულ და თურქულ ფასებს შორის. ევროპა თუნდაც ისრაელი იმ ქვეყნებს ვასახელებ ახლა, სადაც ყველაზე ხშირად ქართველი პაციენტი მიდის სამკურნალოდ, არის ბევრად უფრო მაღალი ევროპაში, ვიდრე თურქეთში და ნამდვილად, რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით ცოტა მაღალია, მაგრამ ევროპასთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. კი ბატონო. ანი, დრო ბევრი აღარ გრჩება და მინდა რომ აკადემიების განვითარების სტრატეგიაზეც ვისაუბროთ, მათ შორის გრძელვადიანი ხედვა როგორია თქვენი კლინიკის განვითარების გაფართოების თუ არის მათ შორის მოაზრებული თუნდაც ექსპანსია რეგიონულ დონეზე. რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სტაფის განვითარებას, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, სწორედ ამიტომ არ ვხარჯავთ, არ ვკარგავთ არანაირ დროს განვითარების იმისთვის, რომ მოვაკლდეთ განვითარებას, ყოველთვის ვესწრებით კონგრესები იქნება, კონფერენციები იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ მინდა რომ საქართველოში კიდევ უფრო ამაღლდეს ცნობიერება, კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური რეაბილიტოლოგი არსებობდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ
თბილისსაც გაცდება ეს ყველაფერი და რეგიონებშიც უკვე შევხვდებით მაღალი სტანდარტების მქონე რეაბილიტაციის ცენტრებს. და აკადემიით შეიტანს თავის რა თქმა როლს უნდა, ამ დიდი ყველაფერში. სიამოვნებით. წარმატება, ანანო, ბევრი საინტერესო პროექტი თქვენს ანგარიშზე და იმ ასე ვთქვათ, ცოდნის და გამოცდილების სრულად რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც გაქვთ ამ წლების განმავლობაში დაგროვილი. ძალიან დიდი მადლობა ანი მოწვევისთვის. ანი გეგეშიძე აკადემიდის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.